მე მინდა მათგან ერთი დათოყიფიანი არა, იმიტომ რომ ის მეტი არის ან ნაკლები, არა, გამოვხომით და დათოყიფიანი, იმიტომ რომ მას ვიცნობი უშუალოთა მთელი ისტორიები შეგვიძლია მოგყვეთ რასაკეთებდა ეს ბიჭი. როგორ იბრძოდა უკრაინის თავისუფლებისთვის, როგორ შეუპოვარი და შეუბრეკენი იყო. ისიც ყოველ წუწინა ხაზზე. ბარიკადიდან ვერ ჩამოიყვანდი, როდესაც უცხარი რომ იქნებ მოდი ცოტა დაისვენებეთ მიპასუხა. მე აქ უკრაინაში საქართველოს წარმოვადგენ და მე აქ ვიქნები ბოლომდეო. წინა დარბევის დროს, როდესაც მოხდა დარბევის დროს, მოხდა რომ ერთ-ერთ ქართველ დროშა გამოგვიდეს ბერკუტის სპეციალისტ წარმომადგენლებმა, დათო შევარდა იმ ჯგუფში, შევარდა იჩხუბა, გაუტეხეს თავი, გაუგლიჩეს კარბი, შემეს დათო, მაგრამ დათომ გამოიტანა იქედან საქართველოს დროშა, ესე გულში ჰქონდა ჩახუტებული. ეს ადამიანი აღარ არის ჩვენს გვერდით, ის მაიდანზე ბარიკადებთან იქნა მოგლული. დღეს ჩამოაცვენებენ საღამოს 12 საათზე დავითის ცხედართან, მე მაქვს იმედი რომ ძალიან ბევრი ქართველი დავხვდებით დავით. ძალიან ბევრი ქართველი დავხვდებით დათოსა, მივაგებთ მის სწავლას სათანადო პატივს. გავრცელდება სოციალურ ქსელებში, სად იქნება დაკრძალვა, სად იქნება შესაძლებელი რომ მივიდეთ და პატივი მივაგოთ დათოს სწავლას და მოდი ვცეთ ქართველებმა პატივი იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის თავისუფლებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ აი ამ ბრძოლით, რაც უკრაინაში მოხდა, ახალი პოლიტიკური რეალობა ყალიბდება და საქართველოს თავისუფლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება გაცილებით უფრო ახლოს, იქნება იმდენად ახლოს, როგორც არ ახსოვს. მე მინდა ყველამ კიდე ერთხელ, უკრაინაში არის ძალიან საინტერესო ესეთი ტრადიცია. იქ არ არის უკრაინას გაუმართლოს, იქ არ არის ესე შეძახილი, იქ არის დიდება უკრაინას და ხალხი პასუხობს დიდება გმირებს. მოდი ჩვენ უკრაინელ ხალხს, ჩვენ თანამებრძოლებს, ქართველებს, ბელორუსებს, მოლდაველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, რომლებიც არიან უკრაინაში, კიევში პატრიოტების გვერდით, მოდი ჩვენ მათ პატივი მივაგოთ სწორედ ამ შეძახილით. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს, დიდება უკრაინას, დიდება გმირებს, დიდება უკრაინას, დიდება გმირებს. Слава Украине! Слава Украине! Героям слава! Слава Украине! Героям слава! საქართველოში ცოტა ადამიანი გაჩავისაც არესტის ადამიანი, რომელიც უკვე მე-13 თვის განმავლობაში უკრაინის მოვლენების პარალელურად თბილისში არის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ყველა იმ შეკრებისა, რომელიც იმართება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენი დღევანდელი შეკრება ძალიან სასიამოვნო ამდენ ადამიანს სამხედროდ. მოკლედ გეტყვით იმდენი შესახებ, რომელიც დღეს გვაქვს. შეკრებილი ადამიანები იმედი მაქვს უსწრებლივ ხელობით გადავინახეთ ახალი გეგმება ფილმის შესრულება როგორც უკრაინის ასევე საქართველოსი და შემდეგ უკვე ვისაცურვილი ექნება დინამოს სტადიონზე რაგბის თამაშზე გადავინახეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც დღეს არის დაგეგმილი, საღამოს 8 საათზე, ეს არის საქველმოქმედო კონცერტი ირანში, ეს არის დაწესებულება კლუბი, ნახევარად კლუბი ტაბიძის ქუჩაზე. სრულიად უსასყიდლოდ უნგრელები გამართავენ კონცერტს, რომლიდან შემოსული თანხებით მთლიანად გადაიქცება მაიდანზე. მაიდანზე ყოველდღიურ რეჟიმში, მე უბრალოდ 15 რეჟიმში მაქვს მათთან კავშირი. მეუღლე მყავს უკრაინელი, რომელიც გუშინ გავაგზავნე კიევში, ჯერთვის დღეს საკუთარი ადგილი არ არის. თუმცა მისთვის რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სიტყვები არ დარჩეს მხოლოდ სიტყვებად და მხარდაჭერა იყოს რეალური. გუშინ დავიწყეთ კამპანია უკვე ფინანსით საქმეს უერთდებით, რომელშიც არა მხოლოდ უკრაინა მონაწილეობს, არამედ უკვე მთელი მსოფლიო და მოგმართავთ თხოვნით იყოთ აქტიურები, ჩართულები. სწრაფად მოახერხოს გამოვიდეს აი ამ როგორც პოლიტიკური ისე საკმაოდ ახალი ხელმძღვანელობა აი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენ ყველას კარგად გვაქვს წარმოდგენილი ეს უკვე როგორ არის მაგრამ როდესაც ვიცე-პრემიერი კალათე გამოდის და იძახის რომ სამი ქუჩის იქით იქ არაფერი არ ხდება. როდესაც პრემიერ-მინისტრი იძახის რომ რუსეთმა უნდა გადაწყვეტოს ეს საკითხი და რუსეთის მონაწილეობა არ გწევს.
სწორედ ამიტომ თითოეული ადამიანის ვისაც ესმის ისტორიული მომენტი აქვს ისტორიული მომენტის განცდა რომ დღეს საქართველო სწორედ წყალგასაყარზე იმყოფება